გამომძიებლები კარიერის განმავლობაში ყველა სახის საქმეს აწყდებიან და მათ ასწავლიან, რომ თითოეულ გარემოებას მოერგონ. მაგრამ ზოგიერთი საქმე უცნაურად ვითარდება, რასაც არავინ ელოდა და შედეგად ისინი დღემდე გაუხსნელად რჩება, რადგან ბევრი პასუხი, რომელიც მათ დასასრულებლად იყო საჭირო, არასდროს აღმოჩენილა. ნომერი 10. 2013 წლის ივლისში 19 წლის ალისონ ბენიტესი ცხოვრობდა პერპინიანის ქალაქში თავის დედასთან და მამასთან, მარი ჟოზე ბენიტესთან და ფრანსისკო ბენიტეს ტემესთან ერთად. მან დაიწყო კარიერა როგორც სილამაზის დედოფალმა და უნდა მიეღო მონაწილეობა მის რუსილიონის სილამაზის კონკურსში, რომელიც იმ წლის 11 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი. იმ დროს მისი მშობლების ქორწინება კრიზისში იყო და ისინი დაშორების პროცესში იყვნენ. ფრანსისკო არაერთხელ უღალატა მარის წარსულში და მას უკვე მობეზევდა ის საიდუმლოებები, რასაც ის უმალავდა. ფრანსისკოს თქმით, ალისონმა და მარიმ მოულოდნელად დაიწყეს ბარგის ჩალაგება 14 ივლისს, რის შემდეგაც ისინი ოჯახის სახლიდან გავიდნენ და განაცხადეს, რომ ტულუსში გამგზავრებას აპირებდნენ. მაგრამ გამომძიებლებს ძალიან ეპარებათ ეჭვი, რომ ასე იყო, რადგან არც ერთი ქალი მას შემდეგ აღარავის უნახავს. მათი საბანკო ანგარიშები ხელუხლებელი დარჩა და ორივეს მობილური ტელეფონები გამორთულია. მან განაცხადა, რომ იმ დღეს მას და მარიეს შორის კამათი მოხდა და სჯეროდა, რომ ამან მათ მოულოდნელ წასვლას ხელი შეუწყო. მაგრამ აღინიშნა, რომ ფრანსისკო არ ყოფილა ის, ვინც მათი გაუჩინარება პოლიციას აცნობა. როდესაც ოჯახის მეგობარი დედისა და ქალიშვილის დუმილმა შეაშფოთა, მან პოლიციას მიმართა და დაკარგულ პირებზე განცხადება შეიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ფრანსისკომაც მოულოდნელად განაცხადა მათი გაუჩინარების შესახებ. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ფრანსისკოს ერთ-ერთი ყოფილი საყვარელი სიმონე ოლივეირა ალუესი ასევე გაუჩინარდა საეჭვო გარემოებებში 2004 წლის ნოემბერში. და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გამოიძიეს, მას ამ შემთხვევაში არასდროს წაუკანეს ბრალი რაიმე დანაშაულში. როდესაც გამომძიებლებმა გაიგეს, რომ ფრანსისკო წლების განმავლობაში ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა, ის მათი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. მათ გაიგეს, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში მან ისე ძლიერად დაარტყა მას, რომ საავადმყოფოში მოხვდა და მისი ნამდვილი ძალადობრივი ბუნება გამოაშკარავდა. მათ ასევე გაიგეს, რომ ელისონი იყო ის, ვინც გაიგო მისი რომანის შესახებ ქალთან სახელად დოლორესი, მას შემდეგ რაც მის ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებები იპოვა. მან დაასრულა ის ურთიერთობა, მაგრამ მალე ახალი რომანი დაიწყო საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელთან. ფრანსისკო ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი თავის ვიდეოც კი ჩაწერა, სადაც უარყოფდა ნებისმიერ მონაწილეობას. და მალევე სიცოცხლე დაკარგა, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქალის ბედის შესახებ სოდნა თან წაიღო. როცა ოჯახის სახლი გაჩხრიგეს, მაცივარსა და საშრობში ალისონის ბიოლოგიური მასალა იბოვეს. ფრანსისკოს ეს ნიუტები ქლორის ტაბლეტებით ჰქონდა გაწმენდილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ფრანსისკო მართლაც დაასრულა თავისი ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლე, რომელთაგან არც ერთი არასოდეს უპოვიათ. ნომერი 9. ეს ყოველთვის ტრაგიკულია, როდესაც ირკვევა, რომ დანაშაულისთვის არასწორი ადამიანი გაასამართლეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მან უკვე წლები გაატარა ციხეში იმ საქმისთვის, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია. ზუსტად ეს მოხდა 33 წლის ჯესი მაკფერსონის შემთხვევაში, რომელიც 1862 წლის ივლისში გლაზგოში, შოტლანდიაში, ფლემინგების ოჯახში მსახურად მუშაობდა. სახლი მდებარეობდა სენფორდ პლეისის 17 ნომერში და ის გახდებოდა დანაშაულის ადგილი, რომელმაც გამოიწვია მართლმსაჯულებების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ამ ქალაქში. იმ წლის 4 ივლისს ჯესი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ჩაკეტილ საძინებელში და დადგინდა, რომ მას რკინის სატეხით დაესხნენ თავს. ჯესის ტანსაცმლის ნაწილი და სახლის ვერცხლის ჭურჭელი მოპარული იყო, ხოლო შემთხვევის ადგილი ქაოტურად იყო აღწერილი. უცნაურია, რომ სამზარეულოსა და საძინებლის იატაკები გარეცხილი იყო, ასევე ჯესის სახე, კისერი და გუმკერდი. აღნიშნეს, რომ სახლი ჯონ ფლემინგს ეკუთვნოდა და რომ მისი მამა ჯეიმსი, რომელიც ჯონისთვის საბუღალტრო მოხელედ მუშაობდა, იმ დროს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ჯეიმსი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა, რადგან ის იყო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ თავდასხმის დროს არაფერი გაუგია და არ იცოდა, რომ ჯესი გარდაცვლილი იყო, სანამ ამის შესახებ არ შეეტყობინეს. ვარაუდობდნენ, რომ ჯეიმსი მას ეარში ღებოდა, რადგან წარსულშიც ასე მოქცეულა სხვა მსახურებთან, მაგრამ პოლიცია ფიქრობდა, რომ მან უარი უთხრა, რის გამოც ჯეიმსი მძვინვარების შეტევაში ჩავარდა. სასესხო მაღაზიის მეპატრონე პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაკარგული ვერცხლის ჭურჭელი მას ქალმა სახელად მერი მაკდონალდ მიყიდა, რაც ფსევდონიმი იყო ყოფილი მსახურისა, რომელიც ამ სახლში მუშაობდა, ჯესი მაკლაფლინი, რომელიც მსხვერპლის საუკეთესო მეგობარი იყო. ის სწრაფად დააგავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და პოლიციამ რამდენიმე ტანსაცმელი აღმოაჩინა, რომლებზეც ბიოლოგიური მასალა იყო. ჯეიმს ფლემინგი დათანხმდა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და სამწუხაროდ მან იცრუა იმ დღის სახლში ყოფნაზე, რაც მოგვიანებით მის სასამართლო პროცესზე დამტკიცდა. მაკლაფლინის ნაკვალევი დაემთხვა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ კვალს და საქმის მოსამართლემ შემდეგ რაღაც აუხსნელი გააკეთა.
მან McLaughlin-ს არანაკლებ 4 საათის განმავლობაში კიცხავდა, რაც ბევრის აზრით ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენდა. მათ მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა დამნაშავე ცნობისთვის და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა ჯეიმსი იყო ნამდვილი დამნაშავე. სასამართლო თვლიდა, რომ სამართალი აღსრულდა, მაგრამ საზოგადოებას სხვა აზრი ჰქონდა. მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ ნამდვილი თავდამსხმელი ჯეიმსი იყო და მათი პროტესტის წყალობით McLaughlin-ის სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ის 15 წელს გაატარებდა ციხეში გათავისუფლებამდე, რის შემდეგაც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. 1892 წლის მაისში ქალმა სახელად იზაბელ მაკლენანმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ ჯესის სიცოცხლე მან დაასრულა და McLaughlin-ი უსამართლოდ იყო დაპატიმრებული. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ McLaughlin-ი ნამდვილად უდანაშაულო იყო და ჯესის თავდამსხმელი არასოდეს დაუდგენიათ. მერვე ნომერი. თითქმის 7 საუკუნის განმავლობაში მიეჩნათ, რომ კონ გრანდე დე ლა სკალა, იტალიელი სამხედრო ლიდერი, დაიღუპა მაშინ, როცა შემთხვევით დაბინძურებული წყალი დალია წყაროსგან, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ სინამდვილეში ის ბოროტი განზრახვის მსხვერპლი იყო. 1329 წელს ის ვერონას ერთადერთი მმართველი იყო და დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე სამხედრო კამპანია, რომლებმაც პადუას, ვიჩენცას და ტრევიზოს დაპყრობა გამოიწვია. იმ წლის ივლისში ის გაემგზავრა ტრევიზოში, რათა ქალაქზე მოპოვებული გამარჯვება ეზეიმა, როცა მოულოდნელად მძიმედ დაალადდა. მხოლოდ 44 დღის შემდეგ, რაც ქალაქში ჩავიდა, ის გარდაიცვალა 38 წლის ასაკში და მიიჩნეოდა, რომ მისი შეცდომა გზაში წყაროს წლის დალევა საბოლოოდ მის ბედს განსაზღვრავდა. მაგრამ ყველა ასე დარწმუნებული არ იყო. ბევრს მიაჩნდა, რომ მისი ავადმყოფობა ძალიან ადრე გახდა მომაკვდინებელი და რომ რაღაცა სხვა ხდებოდა, რაზეც არავინ იცოდა. ვარაუდობდნენ, რომ ვიღაცამ მისი მოკლა განიზრახა და როგორღაც ისე ავად გახადა, რომ სიცოცხლე დაკარგა. მეოთხე საუკუნის ისტორიკოსი გალიაცო გატარი წერდა, რომ სჯეროდა დე ლა სკალა მოწამლეს, მაგრამ ამ თეორიის დამტკიცების გზა არ არსებობდა. მე-15 საუკუნეში მეცნიერმა თორელო სერენამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი მმართველის მოილის მოწამვლისთვის მოწამგული ხილი გამოიყენეს, თუმცა სხვებს სხვა თეორიები ჰქონდათ. ჯოვანი ვილანემ განაცხადა, რომ ტრევიზოზე გამარჯვების შემდეგ დე ლა სკალამ ზეიმის დროს იმდენი ჭამა, რომ მძიმედ დაავადდა. თუმცა ეს თეორიაც უარყვეს, ისევე როგორც მოსაზრება, რომ მისი ავადმყოფობა დაბინძურებულმა წყალმა გამოიწვია. მისი სამარხი 1923 წელს გათხარეს და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ დე ლა სკალას ნეშტი შესანიშნავად იყო შენარჩუნებული სამარხის მშრალი პირობების წყალობით. ბევრი წლის შემდეგ გადაწყდა, რომ ნეშტი უნდა შეესწავლათ, რათა საბოლოოდ ბოლო მოეღოთ მისი გარდაცვალების მიზეზის ირგვლივ არსებულ საიდუმლოს. სასამართლო პათოლოგ გინო პორნაჩიარის თხოვეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაედგინა მმართველის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. ქსოვილის ნიმუშები აიღეს და ბოლოს იპოვეს გარკვეული მინიშნებები, რომლებიც ხსნიდა რა დაემართა მას. ნიმუშებში აღმოჩნდა დიგიტალის სცენარის კვალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ფოქსგლავი. ეს კვალი აღმოჩნდა მისი სხეულის რამდენიმე ნაწილის ნიმუშებში და ის ფაქტი, რომ ისინი ჯერ კიდევ ნარჩენებში იყო, მიუთითებს, რომ მას დიდი რაოდენობით ჰქონდა მიღებული ეს მცენარე, რაც აუცილებლად გამოიწვევდა მის სიკვდილს. არსებული თეორია ამბობს, რომ იგი მოწამლეს ვენეციის რესპუბლიკის ან მილანის საჰერცოგოს წევრებმა, მაგრამ რადგან საუკუნეებია გასული, ალბათ ვერასდროს გავიგებთ, ვინ მოუსწრაფა დე ლა სკალას სიცოცხლე, ან რა მოტივი ჰქონდათ ამისთვის. ნომერი 7. 1967 წელს 19 წლის ჯენი ჩანგი სწავლობდა სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ყველა ცნობით ის იყო ძალიან ჭკვიანი ქალი, რომელიც ბევრს შრომობდა, რომ მიეღო კარგი ნიშნები. იმ წლის 11 სექტემბერს ჯენი თავის საერთო საცხოვრებლის ოთახში ატარებდა დროს, მაგრამ დაახლოებით საღამოს 6 საათზე ის გამოვიდა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისკენ გაემართა. მას ბიბლიოთეკის სარდაფში დაჯავშნილი ჰქონდა სასწავლო ოთახი და ჰქონდა 5 საათი სასწავლად, რადგან ბიბლიოთეკა ღია იყო საღამოს 11 საათამდე. მეორე დილით მისმა ოთახის მეზობელმა გააცნობიერა, რომ ჯენი საერთო საცხოვრებელში არ დაბრუნებულა და განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. ბიბლიოთეკაში ძებნა ჩატარდა და ჯენი სპოუნა დიდხანს არ დასჭიროებია, მაგრამ ეს მოხდა ყველაზე ცუდ გარემოებებში. ის გარდაცვლილი და თანსაცმლის გარეშე იპოვეს ბიბლიოთეკის მეოთხე სართულის პროფესორების საკითხულ ოთახში. მისი ტანსაცმელი და ქაღალდები მოწესრიგებულად იყო დალაგებული მის სხეულთან ახლოს და დადგინდა, რომ მას ბასრი იარაღით დაესხნენ თავს. ოთახში არეულობა იყო. იატაკზე მიმოფანტული იდგა რამდენიმე დამდრეული ავეჯი. ეს გამონძიებლებს აფიქრებინებდა, რომ ჯენიმ თავდასხმის დროს, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა, მამაცურად იბრძოლა. იმ კონკრეტული საკითხავი ოთახი იმ დღეს 5 საათზე დაიკეტა, ასე რომ ჯენის ვინმესთვის უნდა ეთხოვა, რომ კოდიანი ბარათით ან გასაღებით შეეშვა. გამონძიებლებს უთხრეს, რომ იმ ოთახზე 200 ადამიანს ჰქონდა გასაღები და კიდევ 1200 შესაბამისი ბარათი.
მის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყო ფლოიდ მაკოი, დაცვის თანამშრომელი, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტში მუშაობდა. ჯენის თავდასხმის ღამეს მან მოულოდნელად დატოვა თავისი მორიგეობა, არავისთვის არაფერი უთქვამს, რამაც დიდი ეჭვი გამოიწვია. და როცა დაკითხეს, განაცხადა, რომ თავით სუდად იგრძნო და ამიტომ უბრალოდ სახლში წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ის იმ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ დააგავეს, როცა კიდევ ერთ ქალზე იარაღით თავდასხმაში დაადანაშაულეს. მას ბრალი წაუყენეს თავდასხმაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სასიკვდილო იარაღით თავდასხმაში. მისი სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ მან ქალი იმავე სართულზე მიიტყუა, სადაც ჯენი იპოვეს და დაცვის ბარათის გამოყენებით თავდასხმა ჩაიდინა. ამან მხოლოდ გააძლიერა პოლიციის პოზიცია, რომ მან ჯენი მოკლა, მაგრამ ამ თეორიის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არასდროს აღმოჩნდა. როდესაც აღარანაირი კვალი აღარ აღმოაჩინეს, საქმე შეჩერდა და რამდენიმე თეორია გამოითქვა. მაგრამ ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოკლა ჯენი იმ ღამით. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, გამოვლინდება თუ არა ოდესმე მისი გარდაცვალების პასუხისმგებელი პირი და მიეცემა თუ არა მას პასუხისმგება. Number 6. 25 წლის ასაკში ჯენიფერ ბერდი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უელსიდან იყო, ავსტრალიის ტასმანიაში გადავიდა, რათა მასწავლებლის კარიერა გაეგრძელებინა. წელი იყო 1970, როდესაც ჯენიფერმა და მისმა საცოლემ რეჯ უილიამსმა გადაწყვეტეს ახალ ზელანდიაში დასასვენებლად გამგზავრება. სწორედ იქ დაიწყო მისი საქმე. ჯენიფერმა და რეჯმა გადაწყვეტეს შეხვედროდნენ ერთმანეთს მილფორდ საუნდში 5 იანვარს, მაგრამ ის იქ არასდროს მივიდა და რეჯი მის უსაფრთხოებაზე შეშფოთდა. მან იცოდა, რომ ჯენიფერი ახალ ზელანდიის დასავლეთ სანაპიროზე ავტოსტოპით მგზავრობდა მათი შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე და შეშფოთებული იყო, რომ მას რაღაც შეემთხვა. მან დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეინცხადება შეიტანა და გამოძიება დაიწყო. მოწმეები გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ 1969 წლის ახალი წლის ღამეს ჯენიფერი ნახეს მამაკაცთან ერთად, რომელიც ძველი მოდელის მწვანე ვოქსჰოლით მოძრაობდა. ისინი შენიშნეს ფოქსის მყინვარის რაიონში და დაიწყო საძიებო ოპერაცია. მაძიებლებს ტერიტორიის გაჩხრეკა ძალიან უჭირდათ, რადგან ეს ადგილი ძალიან შორეული იყო და შეიცავდა სქელ ბუჩქებსა და ჭაობებს, რომელთა გავლაც რთული იყო. მეორე მოწმე პოლიციას ეთყოდა, რომ იმავე დღეს ნახა მამაკაცი, რომელიც ჯენიფერის თანხლები პირის აღწერილობა შეესაბამებოდა და აღწერა იგივე მანქანა აღნიშნა, რომ ის იყო მწვანე და ლურჯი ორფეროვანი და რომ ის შენიშნა დასასვენებელ ადგილას ჰაასტის მდინარის ხიდთან ახლოს. 3 იანვარს ოჯახი, რომელიც იმავე ტერიტორიაზე მოგზაურობდა, ხიდთან ახლოს გაჩერდა, რათა მათ პატარა ქალიშვილს ტუალეტით ესარგებლა. როცა ის მანქანასთან დაბრუნდა, მშობლებს უთხრა, რომ ხიდის ქვეშ შიშველი მამაკაცი ეძინა, მაგრამ მათ ეს მის ზედმეტად აქტიურ ფანტაზიას მიაწერეს და მეტი ყურადღება არ მიუქცეცევიათ. სხვა ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი ხიდთან ახლოს მდებარე დასასვენებელ ადგილზე გაჩერდნენ, როცა შეხვდნენ მამაკაცს, რომელსაც მანქანის პრობლემა ჰქონდა. ის მართავდა იმავე ფერის ვოქსჰოლს, მაგრამ ჯენიფერი იმ დროს არ დაუნახოთ. ამ ჩვენებების შემდეგ პოლიციამ ხიდის ტერიტორია გაჩხრიკა და თითქმის მაშინვე ჯენიფერის სხედარს მიაგნო. მათი ვარაუდეს, რომ ჯენიფერი ხიდის ქვეშ შევიდა, რათა თავი მოეთავისუფლებინა, როცა მას თავს დაესხა თავდამსხმელი, რომელმაც ის მოკლა. მისი ზუსტ ჩანთა და კამერა დაკარგული იყო და დადვინდა, რომ ის ყელზე მოჯერით მოკლეს. ვოქსჰოლის მანქანაში მყოფი მამაკაცი მისი საქმის ერთადერთ ეჭვმიტანილად დასახელდა და ადგილობრივმა მექანიკოსმა განაცხადა, რომ იმავე მამაკაცმა თავისი მანქანა მის სახელოსნოში მცირე შეკეთებებისთვის მიიყვანა. შიგნით მან შეამჩნია ბანაკის აღჭურვილობა და აღნიშნა, რომ მამაკაცი სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა და არანაირი ნერვიულობა არ ეტყობოდა, თუმცა თქვა, რომ ეჩქარებოდა ისევ გზაზე დაბრუნება. მამაკაცი საბოლოოდ იპოვეს და 6 საათის განმავლობაში მას ჯენიფერის საქმეზე კითხავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იყო სათვირთო მანქანის მძღოლი, სახელად გორდონ ბრეი. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ჯენიფერის საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და მისი მანქანის ჩხრეკისას მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აღმოჩნდა. რადგან დანაშაულთან მისი კავშირი ვერ დადგინდა, პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეთავისუფლებინა იგი. და ბრეი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო 2013 წელს გარდაცვალებამდე. მაგრამ 2019 წელს მოულოდნელი შემოbrunება მოხდა. გამოქვეყნებულმა სტატიამ განაცხადა, რომ იან მელოის სახელით ცნობილი კაცის მეგობარმა აღიარა, რომ ჯენიფერი მოკლა. თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო და უცნობია, ნამდვილად იყო თუ არა ის ჩართული ამ საქმეში, რის გამოც ჯენიფერის საქმე დღემდე გადაუჭრელ საიდუმლოდ რჩება. Numeri 5. აშშ საჰაერო ძალების 20 წლის პირველი კლასის ავიატორის ეშლი ტერნერის ოჯახს უთხრეს, რომ ის საცხოვრებელში თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ეს მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ეშლი ძალიან ძლიერად ითვლებოდა და იცოდნენ, რომ უმეტეს სიტუაციაში თავის დაცვა შეეძლო. ეშლი 2005 წლის აგვისტოში აშშ-ს საზღვაო საჰაერო ბაზაზე კეპლავიკში, ისლანდიაში მსახურობდა. და იმ თვის 15 რიცხვში იგი უგონოდ იპოვეს საერთო ოთახში მის საცხოვრებელ შენობაში. სხადი იყო, რომ მას ბასრი იარაღი დაესხნენ თავს და სასტრაფოდ გადაიყვანეს საზღვაო ჰოსპიტალში. იქ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა 22 საათსა და 56 წუთზე.
მისმა მშობლებმა, რომლებიც მერილენდის შტატის ფრედერიკში ცხოვრობდნენ, სამწუხაროდ თავიანთი ქალიშვილის თავდასხმის შესახებ შეიტყვეს ისლანდიური გაზეთის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიიდან. მათ სამხედროებს დაუკავშირდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა დეტალი მიიღეს. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, დაესახელებინათ თუ არა ეჭვმიტანილი, გამოიყენეს თუ არა იარაღი თავდასხმისას, ან შეძლო თუ არა ეშლიმ თავდამსხმელთან ბრძოლა. როცა მათ სადეს მეტი ინფორმაცია მიიღოთ მომხდარის შესახებ, მათ უგულებელყვეს და აგრძნობინეს, თითქოს ისინი ეშლის საქმეზე პასუხისგებელ გამომძიებლებს აწუხებდნენ. მაგრამ მათ მიიღეს ის ფაქტი, რომ საქმის ბევრი დეტალი ვერ გასაჯაროვდებოდა, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მათ საბოლოოდ გაიგეს, რომ ეშლიმ ერთ-ერთი სამხედრო თანამშრომელი ქურდობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სასამართლოში უნდა მიეცა ჩვენება. რაც მათში დიდ რისხვას იწვევდა, იყო ის ფაქტი, რომ ეშლი იძულებული იყო ეცხოვრა იმავე საერთო საცხოვრებელში, სადაც ბრალდებული ცხოვრობდა, რაც მას საკმარის შესაძლებლობას აძლევდა, რომ ეშლის სიცოცხლე დაესრულებინა, რათა ის მის წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემდა. დაკავებული მამაკაცი მკვლელობის ეჭვით დააგავეს და ეშლის ოჯახმა საბოლოოდ გაიგო, რომ მისი სახელი იყო კალვინ ჰილი და ის ოჰაიო შტატის უორენიდან იყო. მან ეშლის ბანკომატის პარათი მოიპარა და სანამ დააგავებდნენ, საკუთარი თავისთვის $2700 გამოიტანა. დამატებითი დამამძიმებელი მტკიცებულებაც აღმოაჩინეს ჰილის წინააღმდეგ, როდესაც გამომძიებლებმა მის ფეხსაცმელზე რაღაც ნივთიერება შენიშნეს და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ეშლის ბიოლოგიური მასალა იყო. ჰილს მკვლელობაში წაუყენეს ბრალი, მაგრამ სასამართლომ ეშლის მშობლები კიდევ უფრო გააბრაზა, რადგან მათ იგრძნეს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია, რომელიც 14 სამხედრო პირისგან შედგებოდა, არ დაუთმო საკმარისი დრო ყველა მტკიცებულების განხილვას, სანამ მას უდანაშაულოდ ცნობდნენ. მისმა მამამ მედიას უთხრა, რომ ნაფიც მსაჯულებს ალბათ უბრალოდ სურდათ საცობებს ასცენოდნენ და ამიტომაც იჩქარეს უდანაშაულობის განაჩენის გამოტანა. მაგრამ მან თავი დამნაშავედ სცნოს სხვა ბრალდებებში, რომლებიც მოიცავდა ქურდობას, უკანონო მითვისებას, სრულ განცხადებების გაკეთებას და თვითნებურად არყოფნას. ის დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს მხოლოდ 19 დღე მძიმე შრომა, ჯარიმა და ოფიციალური საყვედური. ნომერი 20. მეტი ვიდრე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეიმს ბარკლეი, რომელიც მეგობრებისთვის ჯიმი იყო, სიცოცხლეს გამოასალმეს ვონანგატას ფერმაში, საქონლის ფერმაში, რომელიც ავსტრალიის ვიქტორიის ალპების შორეულ ხეობაში მდებარეობდა და მისი თავდამსხმელი არასდროს დასჯილა. ჯეიმს კანონის დარბოვის ისტორია ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო. ერთხელ ის ჩხუბში დაეხვა, ხოლო სხვა შემთხვევაში პოლიციამ მაშინ ჩაერთო, როცა მას მცირე ხანძრის განზრახ გაჩენაში დასდეს ბრალი. 1866 წელს მან ოჯახური სახლი დატოვა, როცა გადაწყვიტა, რომ ოქროს საბადოებზე ემუშავა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში მენსფელდის მიდამოებში მოგზაურობდა, მაგრამ 1897 წლისთვის მან ოქროს საბადოები მიატოვა და დაიწყო სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ძელის დაჯრა და ცხურის დაპარსვა. 1907 წლისთვის მან მიწის ნაკვეთი იქირავა და საქონლით ვაჭრობა დაიწყო საარსებო წყაროსთვის. ის ცნობილი იყო, როგორც ბულებაში ყოფნის ოსტატად ითვლებოდა და იცოდა, როგორ ერჩინა თავი იქაურობის რესურსებით. 1910 წელს მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა დაქორწინდა ლიზი კენტიანზე, რომელიც მის მეზობლებთან ცხოვრობდა. მათ ჰყავდათ ვაჟი, მაგრამ ქორწინებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ ლიზი ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. 1912 წელს ის გაემგზავრა ვონანგატას ხეობაში პირუტყვით სავაჭროდ, მაგრამ მისი მრავალმხრივი უნარების წყალობით 3 წლის შემდეგ ის ფერმის მმართველად დანიშნეს. ეს მარტოსული ცხოვრება იყო, მაგრამ მან მეგობარი გაიჩინა სახელად ჰარი სმითი, რომელიც იგლუელში ცხოვრობდა. 1917 წელს მან საბოლოოდ დანიშნა 61 წლის ჯონ ბამფორდი ბლეკ სნეიკიდან ზოგად მუშად, მიუხედავად იმისა, რომ მას ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ცოლის მკვლელობაში ობრალდებული. იმავე წლის დეკემბერში ტალბოტვილში ორივე კაცი ერთად ნახეს, როცა ისინი გაძლიერების რეფერენდუმზე ხმის მისაცემად მივიდნენ. 21-ში ისინი გაემგზავრნენ საქონლის ფერმაში დასაბრუნებლად, ხოლო მეორე დღეს ჰარი სმითი საღამოს 6 საათზე მივიდა იქ ფოსტის მისადანად. მას უცნაურად მოეჩვენა, როცა შენიშნა ცარცით დაწერილი სიტყვები დღეს საღამოს სახლში, შენობის სამზარეულოს კარზე და გაოცდა, როცა იქ ყოფნისას 2 დღის განმავლობაში ვერც ერთი იმ ორი კაციდან ვერ იპოვა. 24 დეკემბერს ის გაემგზავრა იგლუელში და 14 თებერვალს დაბრუნდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ იგივე გაუხსნელი წერილების გროვა დაეხვედრა სამზარეულოს მაგიდაზე. მან დაუკავშირდა სადგურის მფლობელებს, რომლებიც 10 დღის შემდეგ ჩამოვიდნენ და ძებნის შემდეგ ჯიმი ახლო მდებარე ნაკადულთან არაღრმა საფლავში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია გამოიძახეს და გაირკვა, რომ ბამფორდის ცხენი და უნაგირი დაკარგული იყო, თუმცა ცოტა ხანში ცხენი ჰუატ ჰაი პლეინში ველურად მორბენალი იპოვეს. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჯიმს დიდი ცეცხლსასროლი იარაღი დაესხნენ თავს და ვარაუდობდნენ, რომ ამ ორ კაცს შორის კამათი მოხდა, რის გამოც ბამფორდმა მოთმინება დაკარგა. მიჩნეული იყო, რომ მან შემდეგ აიღო თავისი ცეცხლსასროლი იარაღი და ჯიმი მოკლა, შემდეგ კი მისი ნეშტი ნაკადულთან ახლოს დამარხა. ბამფორდი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს და არასოდეს დადგინდა მართლა მან მოკლა თუ არა ჯიმი, ხოლო მისი საქმე უკვე საუკუნეზე მეტია, რაც გაუხსნელად რჩება. Number 7.
ორი ძმის 42 წლის როლან დელოჩისა და 27 წლის ჯოზეფ სმითის ოჯახი სასოწარკვეთილია პასუხების ძიებაში მათ საქმეზე, რომელიც არასოდეს გახსნილა. გამომძიებლებიც იმედგაცრუებულნი არიან ამ საქმით, რადგან მათი თავდამსხმელი არასოდეს დაუდგენიათ და ის კვლავაც მიმალვაშია. 2016 წლის ოქტომბერში ძმები ცხოვრობდნენ თავიანთი ოჯახის სახლში Hayes Drive-ზე, სემფორდში, ფლორიდაში. როლანდი მუშაობდა ადგილობრივ ქარხანაში, ხოლო ჯოზეფს სურდა რეპერი გამხდარიყო. მათ გადაწყვეტეს დარჩენილიყვნენ ოჯახურ სახლში, რათა ეზრუნათ მათ ხანდაზმულ დედაზე მას შემდეგ, რაც მამა კიბოთი გარდაიცვალა. სწორედ ამ სახლში ორივე ძმა სიცოცხლეს დაკარგავდა, რასაც ლაჩშულ თავდასხმა დააღწევენ. 2016 წლის 31 ოქტომბერს როლანდმა ახლახან დაასრულა ცვლა ქარხანაში და მოუთმენლად ელოდა მშვიდ საღამოს ოჯახთან ერთად სახლში. ის თავის საძინებელში იყო, როცა მოულოდნელად ხმამაყალი ხმები გაიგონა სახლიდან და მაშინვე გაიქცა, რომ დედას შეემოწმებინა, რადგან შეეშინდა, რომ რამე შეემთხვა. მაგრამ სანამ ოთახიდან გასვლას მოასწრებდა, მას ნიღბიანი კაცი წინ გადაუდგა და ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლე მოუსწრაფა. მეზობლები პოლიციას მოუყვებოდნენ, რომ იმ საღამოს 4 ან 5 ხმამაღალი ხმა გაიგეს, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თავდასხმა მიმდინარეობდა. პოლიცია გამოიძახეს და ისინი სახლთან დაახლოებით საღამოს 9 საათზე მივიდნენ. სახლში შესვლისას მათ აღმოაჩინეს, რომ როგორც ჯოზეფი, ასევე როლანდი თავდასხმის მსხვერპლნი იყვნენ და ჯოზეფი უკვე გარდაცვლილი იყო. როლანდი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი დედა ბარბარა ასევე ძალიან ტრაუმული გამოცდილება გადაიტანა. მომხდარმა თავდამსხმელმა ბარბარა სახლის მისაღებ ოთახში მუხლებზე დააყენა, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო მისი სიცოცხლე შეიწყალა. აღინიშნა, რომ მამაკაც ჰელოვინის ღამეს ნიღაბი ეკეთა, თუმცა გამომძიებლებს არ სჯეროდათ, რომ დანაშაული თარიღს უკავშირდებოდა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით თავდასხმის ნამდვილი სამიზნე ჯოზეფი იყო, ხოლო როლანდი მხოლოდ იმიტომ დაესმენ თავს, რომ იარაღის გასროლის ხმა გაიგო და ოთახიდან გამოვიდა. პირველი ეჭვმიტანილების დასახელებას დიდი დრო არ დასჭიროებია. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ ნასამართლებ დამნაშავეს სახელად დანტე ჯეიმსი და მის შეყვარებულს შაბეტა სილს. სკველი თავდასხმიდან მეორე დღეს დააკავეს იარაღის ბრალდებით, თუმცა ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც კი სახლში მივიდა, ჯეიმსმა ელექტრონული სამაჯური მოიჭრა და გაიქცა ჯორჯიაში, სადაც მოგვიანებით დააკავეს. მან და სილზმა პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ მათ სავარაუდოდ თავდასხმა არ ჩაუდენიათ. პოლიცია მაინც ფიქრობდა, რომ მათ დანაშაულის შესახებ რაღაც იცოდნენ, მაგრამ წყვილმა ინფორმაციის გამშავნებაზე უარი თქვა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ჯეიმს მეორე შეყვარებულიც ჰყავდა და ის დაკითხვაზე მიიყვანეს. მანაც უარი თქვა თანამშრომლობაზე და მიიჩნევა, რომ მან იცის, ვინ განახორციელა თავდასხმა და რა იყო დამნაშავის მოტივი, მაგრამ ეს ინფორმაცია პოლიციისთვის არასდროს გაუმჟავნებია. ძმების ოჯახი მიიჩნევს, რომ თავდასხმა წინასაც არ იყო დაგეგმილი ვინმეს მიერ, ვინც მათ განრიგს იცნობდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის $5,000 ჯილდო იყო დაწესებული, საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. ნომერი 2. 2008 წელს გამომძიებლებს კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდათ 30 წლის სილვია სალინასის საქმეში. მას შემდეგ, რაც გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა ან დაიკარგა, ან განადგურდა ქარიშხალ აიკის გამო. სილვია 1989 წელს გალვესტონში, ტეხასში ცხოვრობდა. ის და მისი ოჯახი ცნობილები იყვნენ იმით, რომ ყოველ კვირა ეკლესიაში დადიოდნენ, რადგან ისინი მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ და ჩვეულებრივ ყოველ ღამე ძილის წინ ვარდისგვირგვინის ლოცვას ამბობდნენ. 1970 წლის ბოლოსთვის სილვიამ შეიძინა სასურსათო მაღაზია, რომელსაც სალინასის სასურსათო მაღაზია დაარქვა. მაღაზიამ კარგად იმუშავა, რადგან ის იმ უბანში მდებარეობდა, სადაც სილვია გაიზარდა და მან დიდი მხარდაჭერა მიიღო. მას აღწერდნენ როგორც ყველასთვის საყვარელ, მეგობრულ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მიესალმებოდა თავის მაღაზიაში. ბევრი ადამიანი, ვისაც ფინანსურად უჭირდა, იღებდა მაღაზიის კრედიტს, რათა ოჯახისთვის საჭმელი წაეღო და ამ უბანში მას სილი დეიდას ზედმეტ სახელით იცნობდნენ. ცნობილია, რომ მას ჩვევად ჰქონდა მაღაზიაში დახქვეშ დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, რადგან ხშირად მარტო მუშაობდა ღამით. მისმა მეგობრებმა დაამატეს, რომ მას თანდაყოლილი უნარი ჰქონდა საფრთხის გრძნობის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღაზიაში იყო. 1989 წლის 31 ოქტომბრის დილა ჩვეულებრივად დაიწყო როგორც სხვა ნებისმიერი დღე. მან გახსნა თავისი მაღაზია და ერთ მომენტში მისი მშობლები მივიდნენ, რომ რამდენიმე საქმეში დახმარებოდნენ. ისინი სადილის დროს წავიდნენ და 2 კვარტალი ფეხით გაიარეს სახლში, გაუთვითცნობიერებლად, რომ სილვია ცოცხალს აღარასდროს ნახავდნენ. 13:22 საათზე უსაფრთხოების კომპანიამ გამოეხმაურა მაღაზიაში მიმდინარე ძარცვის შესახებ ზარს და 2 წუთის შემდეგ იგივე შეტყობინება პოლიციამაც მიიღო. პოლიცია პირველმა მივიდა მხოლოდ 4 წუთის შემდეგ, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. მაღაზიაში შესვლისას მათ სალაროს უკან გარდაცვლილი სილვია იპოვეს. მას თავს დაესხნენ დიდი ბასრი იარაღით, რომელიც მის გვერდით სალაროზე იპოვეს.
მას არ ქონია შანსი რომ იარარისთვის მიეღწია, რაც პოლიციას აფიქრებინებდა რომ თავდამსხმელმა სილვია მოულოდნელად დაატყდა თავს. სალარო გატეხილი იყო და მთელი ფული მოპარული. ქუდმა ასევე გადაწყვიტა დარჩენილი მონეტები და სასურსათო ტალონებიც მოეპარა. როდესაც ქურდმა სალაროს უჯრად ზალით გახსნა, ჩუმმა განგაშის სიგნალმა უსაფრთხოების კომპანიას აცნობა და დადგინდა რომ სილვია გარდაიცვალა შუადრის 1 საათსა და 20 წუთზე. არავის უნახავს თავდასხმა, მაგრამ ვარაუდობდნენ რომ თავდამსხმელი სილვიას იცნობდა, რადგან მას თავდაცვითი დაზიანებები არ ჰქონდა. გამომძიებლებმა განაცხადეს რომ ეძებდნენ მამაკაცს, რომელიც თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სატელეფონო ჯიხურს იყენებდა. ისინი ფიქრობდნენ რომ მას შეიძლებოდა დაენახა როგორ შევიდა დამნაშავე მაღაზიაში, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მოწმეებმა განაცხადეს რომ თავდასხმის შემდეგ მაშინვე დაინახეს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც ქერა, ქვიშისფერი თმა ჰქონდა და ტროტუარზე გარბოდა, თუმცა მისი ვინაობაც უცნობია. რადგან სილვიას საქმეში არსებული მტკიცებულებების უმეტესობა განადგურდა, ეჭვმიტანილები არასდროს დასახელებულან და მისი თავდამსხმელის ვინაობა დღემდე უცნობია. Number 30. 1985 წელს 29 წლის მამაკაცი სახელად Pierre Emile Lalachalier დაიწყო ურთიერთობა Madeline Smith-თან, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსი იყო გლაზგოში, შოტლანდიაში. მათ გაცვალეს 250-ზე მეტი სასიყვარულო წერილი, სანამ საბოლოოდ დაქორწინებას გადაწყვეტდნენ და ყველა ამბობდა რომ ისინი ძალიან შეყვარებულები იყვნენ. Pierre ისწავლობდა მებაღედ, რაც ნიშნავს რომ ის მუშაობდა მცენარეების გამრავლებასა და მოსავლის მოვლაზე და როგორც ჩანდა მას კარგი მომავალი ელოდა. მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა, როცა გაიგო რომ მადლენას მშობლები მათი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ და მისთვის მაღალი ფენის მამაკაცი უპოვიათ. მან გადაწყვიტა ჩარეულიყო და მადლენას წინააღმდეგ სიყვარულის წერილები გამოეყენებინა. მან წერილების შანტაჟისთვის გამოიყენა და ემუქრა რომ მათ ურთიერთობას მის საქმროს William Harper Manachs გაუმხელდა. ის იმდენად შორს ავიდა რომ მადლენა ყველგან დახვებოდა, როცა ის და მანახი ერთად ატარებდნენ დროს და მაშინაც კი როცა მადლენა ოჯახთან ერთად იყო. და მალე მადლენა ვეღარ გაუძლო მას და მათ კვლავ დაიწყეს ურთიერთობა. როცა მის ოჯახურ სახლში ფარულად შეყვანა ვერ ხერხდებოდა, მადლენა ეუბნებოდა გარეთ, სარდაფთან დალუდებოდა, სადაც ფანჯრიდან ცხელი შოკოლადის ჩიქებს აწვდიდა. ეს ასე გაგრძელდა 1857 წლამდე, როცა პიერის ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა. მას გვერდში ძლიერი ტკივილები დაეცხო და ძლიერი გულისრევაც აწუხებდა. სიმპტომები ხანდახან უმჯობესდებოდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ ბრუნდებოდა და პიერი ვერასდროს ხდებოდა რა იწვევდა მის ავადმყოფობას. იმ წლის მარტში პიერი ბოლოჯერ გახდა ავად, სანამ ის საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეგობრებმა მოითხოვეს აუტოპსიის ჩატარება, რადგან მათ ეჭვი გაუჩნდათ მისი ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების გამო და მისი ნეშტი ექსჰუმირებული იქნა. დადგინდა რომ პიერმა დაახლოებით 82 გრენი არსენიკი მიიღო და როდესაც მადლენიდან პიერისთვის გაგზავნილი წერილები აღმოაჩინეს, იგი მაშინვე მთავარ ეჭვმიტანილად დასახელდა. როდესაც პოლიცია მის ოჯახში მივიდა მის დასაკავებლად, გაიგეს რომ იგი უკვე დატოვებული ჰქონდა გლაზგო და ორთქმავლით როილში მიემსავრებოდა. ის მისმა ძმამ და მინაჟმა მიაგნეს და დაპატიმრების შემდეგ ედინბურგში მიიყვანეს სასამართლოზე წარსადგენა. ის წარმოაჩინეს როგორც სადისტი ქალი, რომელმაც სისტემატურად მოწამლა პიერე, რათა თავიდან მოეშორებინა იგი და მათი რომანის სკანდალი საიდუმლოდ დარჩენილიყო. დამტკიცდა რომ მან მართლაც შეიძინა არსენი, მაგრამ ამტკიცებდა რომ მას განზავებულ ფორმაში იყენებდა სახის, კლავებისა და კისრის დასაბანად, რაც იმ დროს ჩვეულებრივი იყო. ბრალდებამ ვერ დაამტკიცა რომ პიერე და მადლენმა ერთმანეთს შეხვდნენ მანამდე, სანამ ის ავად გახდებოდა და იგი უდანაშაულოდ ცნეს. ზოგადად მიღებულია რომ პიერმა მართლაც მოწამლით დაკარგა სიცოცხლე და მადლენი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი მოკლის მოტივი ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ რაც გაამართლეს, მადლენი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 93 წლამდე იცხოვრა. პიერეს საქმე კი საიდუმლოდ დარჩა, რომელიც ალბათ არასდროს გაიხსნება. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააჯიეთ მოწონების კილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.